პეკინში დონალდ ტრამპის ვიზიტის შემდეგ ჩინეთს უკვე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეწვია. რა ეტაპზეა ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობები და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ შეხვედრამ უკრაინაში მიმდინარე ომზე? რა შედეგებით დასრულდა დონალდ ტრამპის ვიზიტი ჩინეთში და რა მესიჯები გააჟღერა დონალდ ტრამპმა პეკინში ტაივანის შესახებ? რუსეთ-ჩინეთის და ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების შესახებ პოდკასტ რუკა და ტერიტორიის მე-14 ეპიზოდში მე რეალპოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი ლოლაძე და ჩვენი აღმასრულებელი რედაქტორი აკაზარ ქვა ვისაუბრებთ. პოდკასტის დაწყებამდე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი YouTube-ზე, Spotify-ზე, Facebook-ზე და ჩვენი პლატფორმა ყველა სხვა სოციალურ ქსელში. აკა მოგესალმები, ვაგრძელებთ საუბარს მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან მოვლენებზე და რა თქმა უნდა ამ კვირაში ყურადღების ცენტრში არის ჩინეთი, რადგან დონალდ ტრამპის ვიზიტის შემდეგ ჩვენ ხედავთ, რომ ჩინეთს ეწვია უკვე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც, ხო? დავიწყოთ ალბათ ამ უახლესი მოვლენით, პუტინის ვიზიტით და მერე უკვე სხვა საკითხებზეც გადავიდეთ. რა ვიცით ამ ეტაპზე, რაზე შეთანხმდნენ, რაზე ვერ შეთანხმდნენ და საერთოდ რა ეტაპზეა დღეს ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობები? მოგესალმები გიორგი, მიხარია რომ ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტს. დავიწყოთ მართლაც ამ მნიშვნელოვანი ვიზიტიდან, რაც დღეს მიმდინარეობს და ხვალაც გაგრძელდება. ეს არის ვლადიმერ პუტინის რიგით 25-ე ვიზიტი ჩინეთში. ჯამურად ეს არის სადღაც ალბათ 50-ე ან უფრო მეტი შეხვედრა ში ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს შორის. ალბათ ისინი ლიდერები არიან ამ თვალსაზრისით. შეხვედრების რაოდენობის კუთხით და ეს მოხდა ისე რომ რეალურად ეს ვიზიტი იგეგმებოდა დიდი ხნით ადრე, თუმცა ირანში მიმდინარე ომის ფონზე გადაიდო დონალდ ტრამპის ვიზიტი და აღმოჩნდა ისე რომ დაახლოებით ერთი კვირის შუალედში ჩინეთმა უმასპინძლა როგორც ამერიკის პრეზიდენტს, ასევე რუსეთის პრეზიდენტს. დავიწყოთ იმით, რაზეც ვერ შეთანხმდნენ და ბოლო ინფორმაცია, ბოლო ცნობები რაც გვაქვს, ეს არის რა თქმა უნდა გასადენი ციმბირის ძალა 2, რომლის გატანასაც რუსეთი უკვე თითქმის 10 წელია ცდილობს ჩინეთთან და გასულ წელს პუტინის კიდევ ერთი ვიზიტის ფარგლებში მაშინ მოხერხდა მემორანდუმის ხელმოწერა, იურიდიულად სავალდებულო მემორანდუმის ხელმოწერა გასადენის მშენებლობის შესახებ, თუმცა სულ ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს არის ის, რომ პესკოვის თქმით ჯერჯერობით რეალიზაციის ვადებზე შეთანხმება ჩინეთთან არ არსებობს. ეს გასადენის შეთანხმება იყო რეალურად ამ ვიზიტის ფარგლებში მოსკოვის მთავარი პრიორიტეტი. იქიდან გამომდინარე, რუსეთმა პრაქტიკულად დაკარგა ყოველ შემთხვევაში გასადენის გაზის ბაზარი ევროპაში, რომელიც პრაქტიკულად ერთი გასადენი არის დარჩენილი და ისიც ვთქვათ არ მუშაობს სრული დატვირთვით. ამ პირობებში ჩინეთის ბაზარით ისინი ცდილობდნენ აი ამ დანაკარგის ანაზღაურებას, თუმცა ჯერჯერობით როგორც ხედავთ, ეს შეთანხმება არ არსებობს და შეთანხმება არ არსებობს რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე. პირველი არის ის, რომ რეალურად თუკი ყველა ეს პროექტი, რომელიც ენერგეტიკული პროექტი, რომელიც ჩინეთსა და რუსეთს შორის შეთანხმებულია, ეს ყველა პროექტი შესრულდება, ამ შემთხვევაში რუსეთის წილი ჩინეთის ენერგეტიკაში ენერგეტიკულ მომარაგებაში 2030 წლისთვის გადააჭარბებს 40%, რაც ძალიან მაღალი რიცხვია და რაც ჩინეთის კომპარტიის დადგენილი პოლიტიკის წინააღმდეგ არის. ხო, ანუ ეს პოლიტიკა გულისხმობს ენერგეტიკული ბაზრების, მომარაგების ბაზრების მაქსიმალურ დივერსიფიკაციას და ესეც ამ თვალსაზრისით ჩინეთისთვის პრობლემური იყო, თუმცა გარდა ამისა, ჩინეთი ცდილობს აი ამ ხელსაყრელი ვითარების მაქსიმალურად გამოყენებას და რუსეთის დაყოლიებას, რომ აი ამ გასადენის მშენებლობის შემთხვევაში ფასი შესასყიდი გაზის იყოს დაახლოებით ისეთივე როგორც არის რუსეთის შიდა ბაზარზე და მეორე ასევე ჩინეთი ცდილობს სავალდებულოდ შესასყიდი, ანუ ესეთი მინიმალური რაოდენობის შემცირებას. ხო, ანუ ჩინეთს არ სურს დიდი რაოდენობით ამ გაზის შესყიდვა, ეს განპირობებულია ასევე რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის იმით, რომ რაღაც ვარაუდებით ჩინეთი უკვე გავიდა გაზის პიკურ მოხმარებაზე და მომდევნო წლებში არ დაჭირდება იმდენი გაზი, რამდენიც აქამდე ჭირდებოდა და აქედან გამომდინარეც აი მარტში მიღებული ახალი ხუწლედის ფარგლებში არ შევიდა ეს ციმბირის ძალა 2-ის პროექტი. აქედან გამომდინარე ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მთავარი პრიორიტეტი რაც იყო ამ ვიზიტის ფარგლებში ჯერჯერობით შეუსრულებელი. ახლა რაც შეთანხმდნენ არის ის, რომ გაგრძელდება უვიზო რეჟიმი ქვეყნებს შორის და ესეც წინა ვიზიტის დროს
შეთანხმებული მიღებული ზომა არის. აქაც ეს ჩინეთის უფრო მომგებიანია, ხო? ანუ ჩინეთის ეკონომიკა ბოლო წლებში განიცდის სუსტ მოთხოვნას, ეს მოთხოვნის პრობლემაა, ანუ ამ თქვათ უძრავი οικონომიკის ბაზრის კრიზისისა და ზოგადად სტაგნაციის ფონზე ჩინელი მოქალაქეები უფრო ნაკლებს ხარჯავენ, ამ თვალსაზრისით ჩინეთი უვიზო რეჟიმის გახსნით რუსეთთან ცდილობს სწორედ აი ამ შიდა მოთხოვნის როგორ თქვა სტიმულირებას რუსი ტურისტების ხარჯზე, აქედან გამომდინარე ეს რუსეთისთვის უფრო მომგებიანია და სხვა მხრივაც აი ეს ვიზიტიც პრაქტიკულად ასახავს აი ამ დისპროპორციას, რომელშიც რუსეთი აღმოჩნდა ჩინეთთან ურთიერთობებში. ხო, ანუ საუბარი არის იმაზე, რომ რეალურად თქვა, რომ გადავხედოთ რიცხვებს წმინდად. ანუ ჩინეთზე რუსეთის ექსპორტის 30% მოდის ჩინეთზე და 40% მოდის იმპორტის. საპირისპირო დრო შევატრიალოთ ეს რიცხვები, ანუ ჩინეთის ექსპორტის 3%-ია რუსეთის ხარჯზე და 4%, 5% არის სადღაც იმპორტი. ხო, ანუ ეს არის უდიდესი დისპროპორცია ამ ორ ქვეყანას შორის და აი ეს ამ დისპროპორციის მაქსიმალურ ექსპლუატაციას ცდილობს ჩინეთი და სწორედ ამიტომ თქვათ არ ჩქარობს აი ამ გასადენის პროექტზე დათანხმებას, იქიდან გამომდინარე, რომ დრო მის სასარგებლოდ მუშაობს. რაზეც შეთანხმდნენ ვიზო მიმოსვლის გარდა არის ასევე რაღაც ერთობლივი განცხადებები, 47 გვერდიანი ტექსტი, რომელსაც უშაკოვი უწოდებს კონცეპტუალურ დოკუმენტს ურთიერთქმედი სტრატეგიული ურთიერთქმედების შესახებ, ასევე მიიღეს დეკლარაცია მრავალპოლუსიანი სამყაროს როგორ თქვა, დამყარების შესახებ, ეს რაღაცა პროგრამული ესეთი დოკუმენტებია უფრო მეტად და ვიზიტი დასრულდება ხვალ, იგივე იმავე ჯონგნანჰაის ასეთ დიდ კომპლექსში, რომელშიც გასულ კვირას ეირნობდნენ დონალდ ტრამპი და სი ძინპინი. ვიზიტი დასრულდება ხვალ, თუმცა თქვა, მთავარი მოვლენები, რაც შეიძლება მთავარი სიახლეები, რაც უნდა გაგვეგო ამ ვიზიტის ფარგლებში, შეგვიძლია ვთქვა, რომ დიდწილად უკვე გავიგეთ. აკა, მინდა გკითხო ამ ენერგო ურთიერთობაზე ამ ორი ქვეყნის ჰორმუზის სრუტის და ირანისთან დაპირისპირების კონტექსტში, ხო? იმიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთსაც, იაპონიასაც და ამ აზიის ქვეყნებს ძალიან დიდი მარაგები გააჩნიათ ნავთობის, მაინც პრობლემურია მათთვის ეს კრიზისი პირველ რიგში, იმიტომ რომ ფასები გაიზარდა და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ეს მარაგები უწყვეტი და ულევი არ არის და კრიტიკულ ზღვარს როცა მეაღწევს უკვე დიდი პრობლემა შეიქმნება. აი დღეს რა ვითარებაა ჩინეთისთვის ნავთობის იმპორტის თვალსაზრისით, რა წილი დაკარგა მან ერთის მხრივ ირანის და მეორეს მხრივ ზოგადად ჰორმუზის ირანის საზღვაო ბლოკადის და მეორეს მხრივ ზოგადად ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო და რა გზა არსებობს მათთვის, რომ ეს დააბალანსონ? ხო, ანუ აქ ნამდვილად ჩინეთთვის ეს არ არის თქვა სახარბიელო სიტუაცია, იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკულად დაახლოებით მე თუ სწორად მახსოვს 10-12% ჩინეთის სანავთობო იმპორტის მოდიოდა ირანზე. რა თქმა უნდა, აი ამის ამოვარდნა სრულად ამ წელს ამოვარდნა არ არის თქვა ესე მარტივად ჩასანაცვლებელი, თუმცა ჩინეთს აქვს ხო თქვა იგივე ტრამპის შეხვედრას თუ გავიხსენებთ, ტრამპის ვიზიტს თუ გავიხსენებთ, სწორედ ტრამპის და სის შეხვედრის მომენტში ცნობილი გახდა, რომ ირანმა გაატარა ჰორმუზის სრუტეში 2 ჩინური ტანკერი, ხო? ანუ აქედან გამომდინარე ირანიც საჩვენებს თქვათ აი ამ პრეფერენციულ დამოკიდებულებას ჩინეთთან მიმართებით. რა თქმა უნდა, რაღაც ერთულებები აქვთ ჩინეთშიც და ვიცით რომ კონდა თქვა რაღაც წარმოებები შეჩერდა, მათ შორის საუბარია ისე პლასმასის წარმოებაზე, რომელიც ნავთობის ესეთი გვერდითი პროდუქტი არის, ასევე თქვა სათამაშოების ბიზნესი, რომელიც ჩინეთი ასევე მონოპოლისტი არის გლობალურ ბაზარზე. რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები არსებობს და ეკონომიკური ზიანი ჩინეთს ამ თვალსაზრისით ირანში მიმდინარე მოვლენებით ადგება, თუმცა ეს ეკონომიკური ზიანი არ არის იმხელა, ვთქვათ, როგორც იქნება, ვთქვათ, აზიის სხვა ქვეყნებისთვის, ხო, სადაც ვთქვათ, იგივე ინდონეზიაზე საუბრობთ, ტაილანდზე, სხვა ქვეყნებზე, პაკისტანი, ხო, ანუ ესენი უფრო ძიმე მდგომარეობაში არიან, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, მათთვის ის რაც ჰორმუზში ხდება და ჰორმუზის სრუტეში ხდება და ირანის ეკულო ხდება, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა არც იმდენად პრობლემურია, რომ რეალურად აი ამ დაპირისპირებაში მკვეთრად დაიკავონ ამერიკის მხარე და ირანზე გააძლიერონ ზეწოლა, რომ დათანხმდეს თქვა რაღაცა მისთვის მიუღებელ პირობებზე და სწორედ ეს ვნახეთ ტრამპის ვიზიტის პირობებში, ხო, როდესაც თქვა ტრამპმა თქვა, რომ ის არ სურს, რომ ირანს კონდეს ბირთვული შეიარაღება, ესეც ჩინეთის
ჩინეთის თქვათ ესეთი ტრადიციული პოლიტიკაა, ხო, ანუ ყველა ქვეყანასთან მიმართებით ჩინეთი ემხრობა ბირთვულ გავრცელებლობას და ასევე თქვა რომ სურს რომ ჰორმუზში ნავიგაცია აღდგეს, თუმცა ამისთვის პრაქტიკულად რისი გაკეთებასთვის არის მზად, ეს ვერაფერი ვერ ვნახე და პირიქით მზად და რამდენად შეუძლია ეს კიდე ცალკე. ეს კიდე ცალკე საკითხია, ხო? ანუ ეს კიდე ცალკე საკითხია და სწორად აღნიშნე, ხო? ანუ ახლა იგივე ვთქვა რუსეთთან მიმართებითაც არსებობს ეს დამოკიდებულება, რომ რახან ესე დისპროპორციული დამოკიდებულება არსებობს და რუსეთი უფრო მეტად არის დამოკიდებული ჩინეთზე ვიდრე პირიქით, ჩინეთს შეუძლია რაღაცეები უკარნახოს რუსეთს, ხო? ანუ რაღაც თითქოს ვასალური დამოკიდებულება აქვს. ეკონომიკურად ეს ასეა ნამდვილად, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს ვთქვათ რაღაცა პოლიტიკურ განზომილებაში ესე პირდაპირ ითარგმნებოდეს. არ ვიცი შენ როგორ ფიქრობ ამასთან დაკავშირებით. ჩემი კითხვაც შემდეგი ამაზეა. ეხლა გაგიკვირდება ამ კითხვას რომ დავსვამ, მაგრამ იმდენად გავცელებულია ეს აზრი ჩემი ირგვლივ და ალბათ არ ვიცი პოპულარული ბლოგერები თუ იუთუბერები თუ ვინავრცელებს ამას რომ უნდა გკითხო შენცო ესეთი მოსაზრებაა რომ ტრამპისა და სი ძინპინგის შეხვედრაზე მოხდა ერთგვარი გადანაწილება სადაც სი ძინპინგმა დაუთმო ირანი ტრამპს და სანაცვლოდ ტრამპმა უკრაინა ჩინეთის ვასალ რუსეთს. არ ვიცი როგორ წარმოუდგენია ხალხს ეს პროცესი რომ უკრაინა ტრამპმა როგორ უნდა დათმოს უკრაინა ხო არა გუბერნია მისი ან ირანი როგორ უნდა დათმოს ჩინეთმა ირანს ხო ჩინეთი არ აკონტროლებს ან არ მოერთავს მაგრამ ნუ ესეთი ზედაპირული წარმოდგენები არსებობს. კაი ამ კითხვას შევეშვათ ეხლა რა თქმა უნდა. არა ანუ ეს რეალურ კითხვაზე გადავალ. თავარი ალბათ რაც ითქვა და ძალიან საინტერესო ამაზე ჩვენ ვიდეოს ჩავწერეთ და შენც ღმადიცი ეს საკითხი იყო ეს სი ძინპინგის ძალიან საინტერესო განცხადება თუ კიდიდეს ხაფანგზე ხო რომლითაც ერთგვარი მინიშნება გააკეთა რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის დაღმავალი ძალა და მეორე მხრივ ჩინეთი არის ახალი ჰეგემონი მსოფლიოში და ამას მე ტრამპის პასუხიც მოყვა რომელიც ძირითადად უფრო ბაიდენის კრიტიკა იყო ვიდრე ზოგადად პასუხი სი ძინპინგზე. ძალიან საინტერესო. ოკეი. რას ფიქრობ საერთოდ ამ განცხადებაზე სი ძინპინგს გულისხმობდა ტრამპს და ზოგადად ეს აგვიხსნა რა არის ეს თუ კიდიდეს ხაფანგი თუ ჩიხი. ანუ ეს საინტერესო იყო რომ ანუ ეს ტრამპი დაეთანხმა თქვა რომ მე ვეთანხმებიო სი ძინპინგს ამ განცხადებაში რომ დაღმავალი, მაგრამ ის ბაიდენის ადმინისტრაციას გულისხმობდა და მითხრა რომ რაც შენ გააკეთო ბოლოს 15-16 თვის განმავლობაში ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ეხლა სერიოზულად რომ თქვათ ეს თუ კიდიდეს ხაფანგი ჩიხი მე სიმართლე რომ გითხრა უფრო ჩიხს ვანიჭებ უპირატესობას თარგმანში მაგრამ მე მგონია ნუ ორივე შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში რეალურად ეს არის გრემ ელისონის ჰარვარდის პროფესორის კონცეფცია, ინტერპრეტაცია, ძველი ბერძენი ანტიკური საბერძნეთის დროინდელი ისტორიკოსის თუ კიდიდეს რომელიც მიიჩნევა ამ ანალიტიკური ფილოსოფიის მამა, თუ კი ჰეროდოტე ცოტა ესეთი თქვათ მითოლოგიური ისტორიის მამა არის, რომელიც ზღაპრებს გავს უფრო მეტად და რაღაცა მითებს, თუ კიდიდე მიიჩნევა ნახდად ესეთი ჭეშმარიტი ანალიტიკური ისტორიის ფუძემდებლად და მისი ინტერპრეტაცია თქვათ თუ კიდე თავარი ნაშრომის რაც არის ეს არის პელოპონესის ომის ანალიტიკა, ხო, ანუ რა იყო ამის ამ დაპირისპირების საფუძველი ათენსა და სპარტას შორის და რამ განაპირობა ეს ყველაფერი, მისი ახსნა თუ კიდეც ახსნა იყო ამ ყველაფრის, რომ ათენის სწრაფმა აღმასვლამ, ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა აღმასვლამ დააშინა, თქვათ, სპარტა და შექმნა ეს სახიფათო დინამიკა, რომელიც დასრულდა აი ამ ომით და სხვა შორის საინტერესო რაც არის ის, რომ თქვათ, აი ამ ორივე მხარე დამარცხებული აღმოჩნდა. ხო, აი ამ ომებმა პრაქტიკულად დაანგრია ეს ანტიკური საბერძნეთი, ანუ არც ერთი მხარე არ გამოვიდა აქედან გამარჯვებული. გრემ ელისონის ეს თეორია არის, რომელიც მისი ინტერპრეტაცია იყო აი თუ კიდიდეს ანალიტიკის, სწორედ ესეთი, რომ აი თუ კიდიდეს ჩიხი თუ ხაფანგი ეწოდება იმ სახიფათო დინამიკას, როდესაც ერთი აღმავალი ძალა საფრთხეს უქმნის მოქმედ ჰეგემონს და ცდილობს მის ჩანაცვლებას და ეს გარდაუვალს ხდის რაღაცნაირ დაპირისპირებას. ელისონი თავის წიგნში აანალიზებს სულ 16 ესეთ შემთხვევას, ესეთი დიდი დაპირისპირებების და ამ 16 შემთხვევიდან 12 მისი დათვლით დასრულდა დიდი ომით და წიგნსაც ესეთი სათაურია, ხო, ანუ ომისთვის განწერულები, მე მგონი კითხვის ნიშანის აქ ბოლოს. საინტერესოა რომ სი ძინპინი პირველად არ ეხმაურება ამ თეორიას და 2015 წელს, როდესაც ის მასპინძლობდა ჩინელი ხალხის
დიდ მეგობარს, როგორც პეკინში არის ცნობილი ჰენრი კისინჯერი, მან თქვა, რომ ესეთ რამე საერთოდ არ არსებობს. და უარყვეს ყველაფერი და შემდეგ თქვა, რომ თქვათ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება რეალური, თუ კი ეს დაპირისპირებული ძალები ესეთ განმეორებით სტრატეგიულ შეცდომებს დაუშვებენ ერთმანეთთან ურთიერთობებში. როგორც ხედავთ, ეხლა კიდევ ერთხელ მან გამოიყენა ეს ყველაფერი და ამჯერად მე შენი ინტერპრეტაცია მომწონს ამისი რის გასასმელად გამოიყენა, ხო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საუბარია აღმავალ ძალაზე და აღმავალ ჰეგემონზე და რეალურად ამ ვიზიტის თავარ შედეგებს თუ შევხედავ, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში სწორედ ეს იყო, რომ თქვა თუ გავიხსენებთ. კი, და თუმცა აქ მეორე ინტერპრეტაცია შეიძლება გავაკეთოთ, რომ მან სიფრთხილისკენ მოუწოდა, ხო, სი ძინპინგმა, რომ ყველანაირად თავიდან უნდა ავიდოთ კონფლიქტი, იმიტომ რომ ეს თეორია იმას გულისხმობს, რომ ბოლოს კონფლიქტით და ომით სრულდება ასეთი ტიპის ორი ძალის დაპირისპირება და ესეც მნიშვნელოვანი მესიჯი იყო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მესიჯი, ცენტრალური მესიჯი იყო, ხო, ეს იმასთან ერთად რაც ტაივანზე ითქვა, თუმცა აი, თქვა შედეგებზე რომ ვისაუბროთ, ამ ვიზიტის და შენი აზრიც მაინტერესებს, შენ როგორ ხედავ ამ ყველაფერს. ჩემი ინტერპრეტაცია მოვლენების იყო ისეთი, რომ რეალურად აი 2017 წელი რო გავიხსენოთ, როდესაც სი ძინპინი ჩავიდა ახალ არჩეულ ტრამპთან მარალაგოში, ტრამპმა უმასპინძლა, არაბელა კუშნერი ტრამპის შვილიშვილი კითხულობდა ჩინურ ლექსებს, სი ძინპინის წინ ამ დროს შემოიტანეს თქვათ დესერტი და ეს დესერტი ჯერ არ ჰქონდათ გასინჯული, როდესაც ტრამპს აცნობეს, რომ ამერიკულმა ავიაციამ მიიტანა საჰაერო დარტყმები ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის და ეს უმალვე აცნობა სი ძინპინს და ეს რაღაცნაირად ძალის დემონსტრირება ჩაითვალა მაშინ. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ სი ძინპინმა ამდენი კილომეტრი იფრინა პირად ეახლა ტრამპს თავის მარალაგოში, რომელსაც ალბათ ჩინეთის ლიდერი მაინდა-მაინც გეუნებიან, ადგილად არ მიიჩნევს, მიუხედავად ამისა, რამდენიმე თვეში ტრამპმა გამოაცხადა სავაჭრო ომი, პირველი სავაჭრო ომი ჩინეთთან, დაწესდა ტარიფები და აი ამ სუსტ პოზიციაში მყოფ სი ძინპინს მოუწია დათმობებზე წასვლა და ჩინეთი დათანხმდა 200 მილიარდი დოლარის ამერიკული პროდუქციის შეძენას მომდენო წლებში. შემდეგ მოხდა უკვე პანდემია, ეს შეთანხმება რა თქმა უნდა ყველას დაავიწყდა და დღეს ვართ 2026 წელს სიტუაციაში, როდესაც აი ეს ძალთა ბალანსი ამერიკასა და ჩინეთს შორის ძალიან მკაცრად შეცვლილია და ჩემთვის თავარი შედეგი, რაც აი ამ სამიტის შედეგად დადგა არის ის, რომ ყოველ შემთხვევაში ჩინეთის მხრიდან ჩინეთი აცხადებს, რომ ის აღარ არის უკვე აღმავალი ძალა, ის უკვე თანასწორუფლებიანი სახელმწიფო ამერიკის შეერთებულ შტატებთან და აი ეს განაცხადი იყო ჩემი აზრით. შენი აზრი მაინტერესებს შევაჯამოთ კონკრეტული რიცხვები შეგვიძლია ვთქვათ, ხო? პირველ რიგში ალბათ უნდა ვთქვათ, რომ 250 ბოინგის თვითმფრინავის შესყიდვაზე შეთანხმდნენ, მოლოდინი იყო უფრო მეტზე, თუმცა 250-ზე შეთანხმდნენ და ეს რიცხვი შეიძლება. და მაგიტომაც 4% შემცირდა დაეცა ბოინგის აქციის ფასები. იმიტომ რომ მოლოდინი ბევრად მაღალი იყო. მეორე არის საქონლის ხორცის შესყიდვაზე შეთანხმდნენ და ამის გამარტივებაზე და აქ საუბარია 10 მილიარდზე მეტზე. ღირებულებაზე და შეთანხმდნენ სოიოზე ასევე, რომელიც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ერთი კონკრეტული შტატისთვის ამერიკის, აიოვას შტატისთვის, სხვადასხვა წელს რესპუბლიკელებისთვის არის მნიშვნელოვანი. კი, და წელს სენატში არჩევნებია და ამ თვალს აისაც მნიშვნელოვანია შტატი. პრინციპში ეკონომიკური საკითხები ეს იყო მთავარი, ის სავაჭრო ომის ზავი პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაგრძელებულია შემდეგ შეხვედრამდე ამ ორი მხარეს, ანუ ტარიფები არც გაიზრდება და არც შემცირდება და გადაუწყვეტელი რჩება მაინც ის მთავარი საკითხი, რომელზეც ჩვენ წინა ეპიზოდში ვისაუბრეთ, ეს არის კრიტიკული მინერალების საკითხი. გადაუწყვეტელი რა იმას გულისხმობს, რომ ჩინეთი ამ უპირატესობას ინარჩუნებს ჯერჯერობით და არაფერი არ ჩანს იმისკენ მიმავალი, რომ რაღაცა დამოკიდებულების შემცირება შეძლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ამ ტიპის შეთანხმება და ის რომ სავაჭრო ომი ახალი არ იწყება ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, კარგია როგორც ორივე ქვეყნისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვისაც, იმიტომ რომ ზოგადად ეგეთი ყევები და ეს ტარიფები და ასე შემდეგ გლობალურ ბაზრებზე და ფასებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ყველა ქვეყანაში, ხო? ამიტომ პრინციპში ასე შეგვიძლია შევაჯამოთ და
კარგია რომ შემდეგი შეხვედრაც შედგება. ეხლა კითხვის ნიშნები რაც არის დარჩენილი ამაზე მინდა დაგისვამეთ კითხვა. ტრამპმა ძალიან ორაზოვანი განცხადება გააკეთა ტაივანთან დაკავშირებით, როცა ვიზიტი დასრულდა. ვერც ის გავიგეთ საბოლოო ჯამში ის გამოყოფილი შეიარაღება, რომელიც იდეაში უკვე გვეგონა რომ მიიღებდა ტაივანი, მიიღებს თუ არა. თუ ტაივანი ამას ვერ მიიღებს მინიმუმ სექტემბრამდე, შემდეგ შეხვედრამდე, ეს უკვე დიდი დიპლომატიური გამარჯვება შეიძლება იყოს სი ძინპინისთვის, თუ ამაზე მოახერხა მან ტრამპის დათანხმება და ზოგადად ტრამპმა ტაივანზე რაც თქვა, რა გაიგე და რა მესიჯია ეს ტაივანისკენ და ტაივანის პასუხი რა იყო, ეგეც უგვითხრა. ანუ აქ ნამდვილად ცენტრალური საკითხი ყოველ შემთხვევაში, ანუ თუ ვთქვათ ამერიკისთვის პრიორიტეტული იყო 3B, ხო, რასაც ეძახიან ეს სოიო, ბოინგი და დროხის ხორცი, ჩინეთისთვის პრიორიტეტული იყო ტაივანი, ტექნოლოგიები და ტარიფები, ხო? და რა თქმა უნდა, პირველ რიგში დგას ტაივანი. და ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ჯერ კიდევ შეხვედრის მიმდინარეობისას ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ სინხუამ გაავრცელა პირველი პრეს-რელიზი ამ შეხვედრიდან და ეს პირველი პრეს-რელიზი ეხებოდა სი ძინპინის მიმართვას ტრამპთან დაკავშირებით, რომ ტაივანი პირველი არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩინეთისა და ამერიკის ურთიერთობებში და მეორე, რომ ტაივანის საკითხის მის მენეჯმენტმა არასწორად მოპყრობამ ტაივანის საკითხთან შესაძლოა გამოიწვიოს კონფრონტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის და საერთოდ სულაც შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს კონფლიქტით. ანუ ესაც მეტყველებს აი ამ მნიშვნელობაზე, რასაც ტაივანი ატარებს ჩინეთისთვის. ეხლა მოლოდინი ჩვენ წინა ეპიზოდში ვისაუბრეთ იმაზე, რომ მოლოდინი და ჩინეთის პრიორიტეტი იყო, რომ რეალურად ამერიკას შეეცვალა ეს ორაზროვანი სტრატეგიულ ორაზროვნებასთან დაკავშირებული ფორმულირებები ამერიკის ტაივანთან მიმართებით. ეს რამდენადაც შეგვიძლია ვთქვათ, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ მომხდარა ეს ოფიციალური ენა სახელმწიფო დეპარტამენტის და ვაშინგტონის ტაივანთან მიმართებით ჯერჯერობით არ შეცვლილა. პოლიტიკის უცვლელობის შესახებ განაცხადა მარკო რუბიომ და ტრამპმაც განაცხადა, როცა ამის შესახებ რედ ბაიერმა კითხა Fox News-ის ჟურნალისტმა, თქვა, რომ პოლიტიკა არ შეცვლილა და ეს ჩვეულებრივად გრძელდება. მაგრამ რაც შეეხება, თქვა, აი ეს მართლაც შენ სწორად აღნიშნე, რომ ეს ცენტრალური რაც მიგვანიშნებს და რის შემდეგაც გასაგები გახდება, შეიცვალა თუ არა ამერიკის პოლიტიკა ტაივანთან მიმართებით, არის სწორედ აი ეს შეიარაღების საკითხი. აქ მე ამახსენდა იგივე ჰენრი კისინჯერის ცნობილი ფრაზა არის, რომ პეკინური იხვის გასინჯვის შემდეგ შეიძლება ჩინეთს ყველაფერზე დათანხმდება და საინტერესოა, რომ აი ამ მენიუში, რომელიც ლიდერებმა დააგემონეს საზეიმო მიღების დროს, მათ შორის პეკინური იხვის იყო, მაგრამ თვითონ ტრამპი ამბობს, რომ მან უპასუხოდ დატოვა ის შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, დაიცავს თუ არა ტაივანს ამერიკა ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში, ამბობს, რომ არ უპასუხა ამ კითხვას და მაგრამ მისი დამოკიდებულება ტაივანთან მხოლოდ მე ვიცი ამაზე პასუხიო ეხლა. კი, ანუ ესეც ხო რაღაცა, მაგრამ აქ ახლა მეორე თვალსაჩინით ჩვენ ვამბობთ, რომ ეს რა გავლენას ეს უარყოფით გავლენას მოახდენს ტაივანს და შემდეგ და ეს მართალია, მაგრამ მეორე თვალსაჩინით ტრამპის განცხადებები ჩემ წაკითხვა ოდნავ განსხვავებულია, ესე მგონია. მე მგონია, რომ ტრამპის ეს განცხადებები უფრო მეტად წარმოადგენს და უფრო მეტად ჯდება აი ამ სტრატეგიული ორაზროვნების პოლიტიკაში, რაც ამერიკას ტაივანთან მიმართებით მრავალი აწეული ჰქონდა, ვიდრე ბაიდენის, რომელმაც სამჯერ განაცხადა, რომ დაიცავდა ტაივანს ძალის მეშვეობით და შემდეგ სამივე ჯერზე მის თანაშემწეებს და მის ადმინისტრაციას მოუწია ამაზე განმარტებების გაკეთება და ნაწილობრივ ამ განცხადებების უარყოფა. ამ თვალსაჩინით ტრამპის განცხადება უფრო მეტად ჯდება აი ამ პოლიტიკაში, რაც ტაივანთან მიმართებით ამერიკას აქვს 79-დან მოყოლებული. მაგრამ რაც არის განსხვავებული, ვთქვათ, იგივე ტრამპის შემთხვევაში ამ პოლიტიკასთან მიმართებით, არის ის, რომ რეალურად ის საუბრობს ტაივანისთვის შეიარაღების მიყიდვის საკითხზე სი ძინპინთან. და ეს უნდა ითქვას, რომ საკანონმდებლო დონეზე პრაქტიკულად აკრძალული აქვს ამერიკის პრეზიდენტს. ანუ ვაჭრობს იმით, რაც იდეაში გადაწყვეტილია უკვე. და რაც ყველაზე საშიში არის. ხო, ანუ მან უთქვა, რომ აი ეს შეიარაღების საკითხი ჩვენთვის ძალიან კარგი მოლაპარაკების ბერკეტია ჩინეთთან.
მაშინ, როდესაც არსებობს 1992 წლის შეთანხმება რეიგანის ადმინისტრაციასა და ტაივანს შორის, ეგრეთ წოდებული 6 პრინციპი, რომლის შორისაც ერთ-ერთი არის აი ეს პუნქტი იმის შესახებ, რომ ამერიკა არ გაივლის კონსულტაციებს ჩინეთთან იმის საკითხზე, რა შეერაღება მიყიდოს ან არ მიყიდოს ტაივანს თავის მხრივ. და ტრამპს როცა კითხეს ამის შესახებ, მან თქვა, რომ მე კი ვიცი, რომ ეს შეთანხმება არსებობს, მაგრამ ახლა რა უნდა მექნაო, ხო, ანუ რაღაც ხო არ ვეთყოდიო, რომ 92 წლის შეთანხმება არსებობს და ამიტომ ამ საკითხზე ვერ ვილაპარაკებთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვილაპარაკებთ და ეს, რა თქმა უნდა, პრობლემური არის ტაივანისთვის. ტაივანის პრეზიდენტი გამოიხმაურა ამ განცხადებას და თქვა, რომ მაის მადლიერია დონალდ ტრამპის, რომ ამერიკული შეერაღება შეუცვლელია ტაივანისთვის, მადლობა გადაუხადა ტრამპს და თქვა, რომ ტაივანი არის დამოუკიდებელი და არ ემორჩილება და არ ეკუთვნის პეკინს, ხო, ანუ მაგრამ მის ტრამპის განცხადებები ტაივანის ლიდერთან დაკავშირებით, ხო, ანუ ეს კარგად აჩვენებს მის სკეპსის ტაივანთან მიმართებით, მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ტაივანმა მოპარა ამერიკას ჩიპების ეს ინდუსტრია, ასე შემდეგ და კიდევ ერთი რაც უნდა ვთქვათ, იყო აქსიოსის რეპორტი იმის შესახებ, რომ აი ამ შეხვედრის შედეგად ტრამპის თანაშემწეებს დარჩათ განცდა, რომ ჩინეთი მომდევნო 5 წლის განმავლობაში რაღაცის გაკეთება შეეცდება ტაივანთან მიმართებით. მე არ ვიცი, რამდენად ეს ასე არის, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ კითხვა თუ მართლა დაუსვა ეგეთი სი ძინპინგმა პირადად ამერიკის პრეზიდენტს, ეს უკვე რაღაცას მეანიშნებს, მე მგონი. რა თქმა უნდა. ხო, ანუ აქ მე მგონია, რომ გარდამტეხი, თქვა, ჩინეთის პოლიტიკის მიმართებით შესაძლოა იყოს 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ტაივანის, რომელიც 2028 წლის იანვარში გაიმართება. მე მგონია, რომ თქვა ეს ბოლო მოვლენები, რაც ტაივანის შიდა პოლიტიკაში განვითარდა, ეს გომინდანის ახალი ლიდერის მზარდად პროჩინური განწყობები მისი შეხვედრა სი ძინპინგთან და საზოგადოებრივი აზრის რაღაცნაირ შემოყრიალებასთან თუ არა. გომინდანი არის მთავარი ოპოზიციური პარტია. ოპოზიციური პარტია, კი. რომელიც სხვაჩვერის ხო ან მთელი ეს ტაივანის ისინი 50 წელი მართავდნენ ტაივანს, ხო, პრაქტიკულად და ის შეთანხმებები, რომელიც ვახსენეთ, გომინდანის ლიდერის და დამფუძნებლის შვილმა და ტაივანის პრეზიდენტმა მოაწერა რონალდ რეიგანთან და მაგრამ ის იცვლება ხო ეს ყველაფერი და დღეს თავარი დამოუკიდებლობის მომხრე პარტია ეს სოციალ-დემოკრატიული პარტია არის ტაივანის. აქედან გამომდინარე მგონია რომ აი ეს იქნება ცენტრალური, რაც შეიძლება შეცვალოს, თუმცა სხვა მხრივ რაც ვიხილეთ ჩემი აზრით, იყო დაბრუნება უფრო მეტად აი ამ სტრატეგიული ორაზროვნების, სტრატეგიული ბუნდოვანების პოლიტიკასთან ამერიკის მხრიდან და ამ თვალსაზრისით მართლა ცენტრალური და გარდამტეხი მნიშვნელობის იქნება თუ რა ბედი ეწევა იმ 14 მილიარდი დოლარის შეერაღების პაკეტს, რომელიც კონგრესს უკვე დამტკიცებული აქვს და რომლის მიყიდვაზეც ნებართვა უნდა გასცეს დონალდ ტრამპმა და რომელზეც თქვა, რომ ეს მოლაპარაკებებში კარგი ბერკეტია. ხო, ანუ აი რა ბედი ეწევა ამ შეერაღების პაკეტს, ეს იქნება გამსაზღვრელი იმისა, თუ რაზე მოილაპარაკეს ჩინეთში ტრამპმა და სი ძინპინგმა და ამ თვალსაზრისით ამას უნდა მივადევნოთ თვალი მომდევნო თვეებში. აკა, ძალიან დიდი მადლობა. ლუკა და ტერიტორია დასრულებულია. კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, გამოიწერონ ჩვენი პლატფორმები YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და უკვე Spotify-ზე, სადაც აუდიო ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ და დაგიბრუნდებით შემდეგ კვირაში. მადლობა.